ერთ მშვენიერ დღეს შვილო ფანჯარასთან ვზივარ 8 წლისა ვიყავი მე ფანჯარასთან ვზივარ და ეს მელიციებით შეშინებული ვარ შემოწმებებზე დადიოდნენ განკულაკებულ ხალხს იქ საჭმელებს ხორბალი სიმინდი ვის რა ქონდა ქონება ამებს წერდნენ ართმევდნენ ხოდა დავიძახე ვაიმე დედა მელიცია მოდის ერთი 5-6 კაცი იყო მელიციონერი ეს ინტერვიუ სოულავის მკვლევრებმა რამდენიმე წლის წინ სოფელ ზემო ალვანში ჩაწერეს 90 წელს მიტანებული კატო ბაძოშვილი მისი ოჯახის გაკულაკებისა და გადასახლების ამბავს ხვება. შემოვიდნენ და აბასასრაფოთო გაემზადეთო გვითხრეს თუ რამე გაქვთ წასაღები ლოგინი ეს ის ყველაფერი გამზადეთო უნდა გადაგასახლოთო 4 სული ვიყავით 3 შვილი დედა და მამა უფროსი მე ვიყავი 8 წლისა და 2 მომდევნო 1 პატარა 3 წლისა მყავდა 3 ურემი მოვიდა მაშინ მანქანები არ იყო რა თქმა უნდა ურემზე დაალაგეს ეს ჩვენი ბარგი დაგხვეს ჩვენც და წაგვიყვანეს თელავში სხვა გაკულაკებული ოჯახების მსგავსად ბაძოშვილების ოჯახის მატარებელში ჩასვეს და შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს. მშობლიური მიწა-წყლიდან ოჯახების მასობრივი აყრა და გადასახლება წლების განმავლობაში სტალინური ტერორის განუყოფელი ნაწილი იყო. ამ პროცესის ამსახველი საარქივო დოკუმენტური კადრების მოძიება რუსულ ინტერნეტ წყაროებში ამ დრომდე შესაძლებელია. ეს უნიკალური კადრები საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მიმდინარეობდა იძულებითი გადასახლების პროცესი. იარეთ 32 დღე ერთ კუპეში ვიყავით 6 კოვლი. წაგვიყვანეს მოკლედ ციმბირში. აი სადაც გინდა მიგეხედა გეგონებოდა ცაუერთდებოდა დედამიწას. არც ხე, არც მთა, არც ბარი, არაფერი არ ჩანდა. როგორც კატო ბაძოშვილი იხსენებს, შორტანდის რაიონში მატარებლით გადაყვანილი ოჯახები ტრიალ მინდორში ღია ცის ქვეშ დატოვეს. სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა თუ აღმსარებლობის ხალხი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თვეების განმავლობაში კაროებში ცხოვრობდა, მუშაობდა და სახლებს თავადვე იშენებდა. სახლის აშენება ყველა მათგანმა ვერ მოასწრო. მრავალშვილიანი დედები გარეთ დარჩნენ ზოგი პალატკებში და ძალიან ბევრი ბავშვები დაიხოცნენ და გაიყვანნენ და იმ თოლში მარხავდნენ. გაზაფხულზე დედები დადიოდნენ და შვილების სულებს აკრუებდნენ. 1923 წელს თუშეთიდან ჩრდილოეთ ყაზახეთში გადასახლებულმა ოჯახმა უმძიმეს პირობებში 3 წელი გაატარა. გადასახლებაში გარდაიცვალა კატოს მამა, რის შემდეგაც ოჯახმა მშობლიურ სოფელში დაბრუნების ნებართვა მიიღო. მამა ჩემი ძალიან განიცდიდა ერთხელ პალატკაში გარეთ მე ვთამაშო რაღაცეებს ვაკეთებ ვაშენებ და შიგნით დედა ჩემი ეჩხუბება შენო პურს რატომ არ აჭამო ეგრე როგორ შეიძლებაო და მე კაკოს მეძახო და კაკომ რო პური მთხოვოსო და არ მქონდეს მისაცემი პური თავს მოიკლავ ბაძოშვილის ამბავი ერთ-ერთი ასეულობით იმ რეპრესირებულთა მონათხრობიდან, რომელთა შეგროვებაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ 2010 წლიდან დაიწყო. რაც არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. მათი უნიკალური საზოგადოებრივი არქივი ამჟამად ასეულობით რეპრესირებულთა და მათი შთამომავლების ნაამბობს აერთიანებს, რომელთა ერთი ნაწილიც 1921-35 წლის ამბები ცოტა ხნის წინ წიგნად გამოიცა. სოულავის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი რეპრესირებული თუში ქალის კატო ბაძოშვილისგან ინტერვიუს აღების პროცესს იხსენებს. ალბეტონი კატო უკვე გარდაცვლილი არის და მცირერიცხოვანი დარჩენილი ჯგუფიდან იყო ალვანელი წოვათუშების, ბაცფების, რომლებიც ბაცფურ ენაზე საუბრობდნენ, ასევე თუშურ დიალექტზე და ბაცფურ ენაზე. გადაწყვეტეთ, რომ შეგვერჩია ამ არქივიდან ჩანაწერები და გამოგვეცა როგორც კრებული ფოკუსით საბჭოთა რუსული ოკუპაცია და ტოტალიტარიზმი, პოლიტიკური და მასობრივი რეპრესიები, ანუ მსხვერპლთა პერსპექტივა რო გვეჩვენებინა. თუმცა ეს მთლიანად აჩვენებს სპექტრს და რეალურ დღის წესრიგს საოკუპაციო ტოტალიტარული რეჟიმის რამდენად მასშტაბური, აქტიური და დაუნდობელი რეპრესიები განახორციელეს 20-იან წლებში და 30-იან წლების დასაწყისში და როგორ ეხებოდა ეს თითქმის ყველა ფენას, ყველა ჯგუფს. ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე გეოგრაფიულადაც მრავალფეროვანია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და დედაქალაქის გარდა ეს ამბები უცხოეთში გადასახლების ადგილებში ცხოვრების დეტალებსაც ასახავს. პირადად მე მიმუშავე
შეისწავია 100-მდე ზეპირ ისტორიაზე, სადაც ხან ყოფილვარ როგორც ისტორიკოსი, ინტერვიუერი, ხან უბრალოდ მსმენელი, რომელიც ეხმარება მკვლევარს ამ ყველაფერში. დაახლოებით შემიძლია ვთქვა, რომ 500-700 შეიძლება მეტი ზეპირი ისტორიაც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და ეს არ მოიცავს მხოლოდ რეპრესიებს და წითელ ტერორს, ეს მოიცავს გვიანი საბჭოთა პერიოდიდან ზეპირ ისტორიებს, იმიტომ რომ უკვე ეს თაობაც და ეს მეხსიერებაც ნელ-ნელა ქრება. აქ-იქ შეიძლება იყვნენ დარჩენილი ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ აქვთ ტერორი თავიანთ თავზე გამოცდილი და გადატანილი. ამჟამად საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გამოცემის მეორე ნაწილზე მუშაობს, რომელიც რეპრესიების დიდი ტერორის პერიოდს, კერძოდ 1936-დან 53 წლამდე მოვლენებს ასახავს. მზადებაშია წიგნის მესამე ტომიც, რომელიც უკვე გვიანი საბჭოეთის სტალინის გარდაცვალების შემდგომ პერიოდს აღწერს. მკვლევრისთვის გამოწვევა არის, რომ აი ეს ტრამული მეხსიერება როგორმე გააცოცხლოს და როგორმე რესპონდენტი განაწყოს იმისკენ, რომ გადმოქცეს სრულყოფილად ის გამოცდილება, რა გამოცდილებაც მას აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიშრომეთ, რომ გვეპოვნა ეს ადამიანები, გაგვიმართლა, რომ შეიძლება უხეშად ღირს, მაგრამ მიუსწარით ამ ადამიანებს და მათ დაგვიტოვეს უკვე ფიზიკურად ხელშესახების ასე ვთქვათ, ფორმით ეს მეხსიერება. თუმცა იყო რა თქმა უნდა მარცხის ბევრი ეპიზოდი და ამას შესავალშიც არის ნათქვამი, რომ მისულ ვართ ძალიან უნიკალური უმძიმეს ისტორიის მქონე ადამიანთან და მან არის სურვა ამაზე საუბარი და უბრალოდ ეს ჩანაწერი არ შედგა და ეს გამოცდილება უკვე უყალოდ იქნება დაკარგული მომავალი თაობისთვის და ესეც არის ილუსტრაცია თუ რა დამართა ამ ტოტალიტარულმა ტერორისტულმა სისტემამ ადამიანებს, რომლებიც აწლეულების შემდეგაც უკვე გაურბოდნენ ამის გახსენებას ამ ტკივილის გამო ერთი და ისევ და ისევ შიშის სინდრომის გამო, რომ ამაზე საუბარი არის სახიფათო და არასასურველი. როდის იხილავს დღის სინათლეს გამოცემის მეორე და მესამე ნაწილი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყოფილი საბჭოთა უშიშროების არქივი ბოლო წლების განმავლობაში მკვლევრებისთვის სრულად დაიხურა.